მოგესალმებით. ეს არის კასპის ხმა. მე კი გახლავართ მისი ერთ-ერთი თანაწამყვანი მაია ქესაური. დღეს სტუმრად ვიმყოფებით მრავალშვილიან, ხელოვან, დიზაინერ და ყველასთვის რომ იტყვიან სასურველ და მისაბაც ქალბატონთან ეკატერინე ვახტაძესთან. მოგესალმებით ქალბატონო ეკატერინე. ძალიან შთამბეჭდავია, რაც მე დღეს ამ წამს და ამ წუთას ვიხილეთ თქვენს სახელოსნოში და თუ შესაძლებელია რომ გითხრათ აი ამ დაბადების იდეის დაბადების და ამ სახელოსნოს შექმნის ისტორია. მოგესალმებით, მადლობა მოგზანებისთვის, დაფასებისთვის. მოკლედ იდეა ძირითადად წამოვიდა ალბათ 15 წელი იქნება. ბავშვებს გავუკეთე თავიდან, თოჯინები შევქმენი, გავაკეთე და მოწონება ძალიან დაიმსახურა, დიდი მოწონება ჰქონდა ყოველთვის. შემდეგ უკვე ნათესავებს გავუკეთე, მეგობრებს გავუკეთე და მე ვიფიქრე რატომაც არა, მოდი გავაკეთებ, გავახარებ ხალხს, საზოგადოებას თქო. მე სახელოსნოს გავაკეთე. და ასევე ჯგუფის ხელმძღვანელი ვარ, ორგანიზატორი, ხელმარჯვე გოგოები მყავს და ორგანიზებას ვუკეთებ, გამოფენა გაყიდვებს ვაკეთებ ყოველთვის. კატერინე, აი ეს თოჯინა არის სხვა თოჯინებთან შედარებით რო იტყვიან უფრო მაღალი და აი როგორ გაჩნდა იდეა აი ასეთი ლამაზი და ასეთი მოზრდილი თოჯინის შექმნის. ხო, ეს თოჯინა ყველაზე ხანდაზმულია სხვათა შორის. დაით, ძალიან მინდოდა გამეკეთებინა ასეთი ლამაზი თოჯინები და ზოგადად რო დავჭდები, ნახაზი არასდროს არ მაქვს. როცა ვიწყებ, მერე მომდის ნელ-ნელა აზრი რა შეიძლება უფრო მოუხდეს, თქვათ ეს ყელსაბამი, თქვათ თმა და ფეხსაცმელი და ასე. საერთოდ 3 დღე მაინც მჭირდება თოჯინის შექმნაზე. აი თქვენი პირველი შემფასებელი ვინ არის? ჩემი შვილები, რა თქმა უნდა, პირველი შემფასებლები არიან ჩემი შვილები, მე სახელსაც ვარქმევთ უკვე, რა შეეფერება, რა სახელიც უნდათ. რა ვიცი, სანდრო ქვია ზოგს რას ვარქმევთ, ზოგს რას ვარქმევთ და მე როცა მიყავთ მომხმარებლად, შეუბნევთ ეს სახელები ქვია და იცოდეთ მაინც გაითვალისწინეთ, ხო? ხატია ძალიან მეხმარება, ასევე თვითონ ქმნის ამ კაბებს. ქალბატონო ეკატერინე, სწორედ ნამდვილად მაგის გახმოვანება მინდოდა და თქვენ დამასწარ. გაგვაცანით თქვენი შვილი და თავის შემოქმედებაზე თვითონ გვესაუბროს. გამარჯობა, მე ვახატე გოგი ბერძე, ვარ სკოლის მოსწავლე. მაქვს სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები. ბავშვობიდან მიყვარს კერვა, სულ რაღაცას სულ ვკერავ, თითქმის მიყვარს დედას დახმარებაც. გაყიდვა გამოფენაში მიმიღია მონაწილეობა. ასევე როდესაც ვაკეთებ ხოლმე, ხანდახან ჩემ მეგობრებსაც ვჩუქნი ხოლმე, რომ მომწონს რომ ვახარებ და რაღაცა. ტია, პირველად როდის გაგიჩნდა სურვილი და იდეა რომ შენს შეგექმნა ასეთი ლამაზი სილამაზეები? ბავშვობიდან მიყვარს კერვა და რაღაცა, ბებია ჩემიც რო კერავდა ხოლმე, ყოველთვის ვუყურებდი ხოლმე რომ რაღაცა მესწავლა და შემდეგ კიდე დედამ რო დაიწყო კერვა და რაღაცები ხელნაკეთი ნივთების გაკეთება, მეც ვიფიქრე რომ მეც გავაკეთებდი, შევკერავდი, შევქმნიდი რაღაცებს. ხატია, ნად მე ვიცი რომ თუ არ გიყვარს შენი საქმე და აი იმას ისე ვერ გააკეთებ, ვერ ჩადებ მასში ისე ყველაფერს იმ სილამაზეს, იმ რაც შენს წარმოსახვაშია და აი თვითონ აი ამ თოჯინაში თუ თქვენს ხელნაკეთში, მეკეთში არის ჩადებული დიდი შრომა და აი მე მინდა რომ გითხრათ აი თვითონ ნიმუშს, თვითონ ნახელავს, თუ აქვს თავისი ისტორია, აი თუ განსაკუთრებით რომელიმე გიყვარს, ან მოგწონს, ან რომელიმე ესეთი ენთუზიაზმით, დიდი სიყვარულით შექმენი და სხვებისგან გამოარჩევ. თუ არის ასეთი? რა თქმა უნდა, მაქვს, აი ეს არის. ეს თოჯინა. ეგ ძალიან დიდი ხანია მაქვს ეგ თოჯინა, პირველი თოჯინა, რაც მქონდა. და იმის მერე რაც ეს თოჯინა ძალიან ბევრი დიზაინები მაქვს ამ თოჯინაზე მორგებული, შეკერილი და ძალიან მომწონს.
რამენ ახლა უახლოვდებით ჯადოსნურ თაროს ხატია, სადაც ასევე არის ხატიას ნამუშევრები განლაგებული. ნახეთ რა ლამაზი ნაძვის ხეები ახლა კარზე ახალი წელი მოგვადგება. ხატია და მე მგონი რომ ამ ნაძვის ხეებს განსაკუთრებული ადგილი ექნება წლევანდელ წელს თქვენს ოჯახში და ალბათ მეგობრებსაც სუვენოდაც მიართმევთ. და ამის გაკეთებას რამოდენიმე დღე ვაკეთებდი. მასალა ეს ნამდვილი ხეთი გავაკეთე და კარდონიც გამოვიყენე. და რაც თავარია გულია და ხო სიყვარული. რომ სიყვარულით ქმნით ყველა შეთვითაულ ნამუშევარს. ყველა განსაკუთრებულად მიყვარს. აი შენ თანატოლებს რას ურჩევდი და რას ეტყოდი, თუნდაც აი ამ შენი საქმიანობიდან გამომდინარე. როგორც გზამკვლევი, აი როგორ დარიგებას, როგორ მითითებას მიცემდი? მეგობრებო, ძალიან კარგია ხელნაკეთობა. უნდა დაიწყოთ, თუ გაინტერესებთ, ძალიან სახალისოა, უფრო განვითარდებით. ეკატერინე, ჩვენ გვაინტერესებს თუ მიგიღიათ ქველმოქმედებაში, ან თუ გაგიგზავნიათ თქვენი ესეთი ლამაზი ხელნაკეთი, თოჯინები იქნება თუ თვითვეული ნივთი, ემიგრანტებისთვის თუნდაც, ან მოკლე ისტორია, რომ მოგვიყვეთ, რომ საიდან დაიწყეთ და როგორ განვითარდა ეს ყველაფერი, ზოგადად. მოკლედ ხო, როგორც წეგან აღნიშნე, ზოგადად თავიდან ბავშვებისთვის დავიწყე მუშაობა. მე იმდენად მოწონება დაიმსახურა ამ ყველაფერმა, რომ ვიფიქრე განვავრცობდი და უფრო მეტად განვითარდებოდი. მე საჩუქრად საზღვარგარეთაც გავგზავნე, დედაც იქით არის და ჩანთებსაც ვქსოვდი ხოლმე და ჩანთები გავგზავნე, ზოგი საჩუქრად, ზოგი გასაყიდად. დიდი მოწონება დაიმსახურა მანაც, რა თქმა უნდა. ამან თქვენში სტიმული და წამოწია ის ენთუზიაზმი, რომ უფრო დაგეხვეწათ, უფრო ლამაზად გემუშავოთ თქვენს ნამუშევრებზე. კი. ასევე ძალიან ბევრჯერ ვიღებ გამოფენა გაყიდვებში მონაწილეობას, აქტიურად ჩვენთან კასპში, თბილისშიც ბევრგან ვარ ნამყოფი. იცით რა მაინტერესებს? აი თუ გამოუთქვავს ვინმე სურვილი, რომ აი როგორც მოსწავლე და აგეყვანათ და აი გესწავლებინათ თქვენი ხელობა, კაია რომ თქვენს გზას თქვენი შვილი აგრძელებს, მაგრამ ხო შეიძლება რომ გაუჩნდეს მაყურებელს, თუნდაც ვინც თქვენი ნივთი ან საჩუქრად მიიღო ან შეიძინა და ამის სურვილი გაუჩნდეს. თქვენ გაქვთ ამის შესაძლებლობა და ამის სურვილი, რომ ყავდეთ მოსწავლეები? კი, რა თქმა უნდა, ყოველთვის ახლა ძირითადად სახში მუშაობდი ხოლმე ამ ჩემ ხელნაკეთ ნივთებზე და აქედან გამომდინარე, რომ თხოვლობდნენ, ხომ არ გაქვს სახელოსნო, რომ ჩვენ შეგვასწავლო, გავაკეთე ეს სახელოსნო. და ახლა მინდა იანვრიდან უკვე ვაპირებ ქალბატონის სალომის დახმარებით, გავაკეთო, ავიყვანო მოსწავლეები და შევასწავლო ჩემი ხელსაქმე. ნუ რა თქმა უნდა, ეს თქვენი შესაძლებლობები გადასცე მომავალ თაობას, იმიტომ რომ ეს არ დაიკარგოს და პირიქით განვითარდეს უფრო და უფრო, იმიტომ რომ ტექნოლოგიების და ინოვაციების საუკუნეა და ზოგადად აი ესეთი სილამაზეები ხელით რო იქმნება, უფრო ფასეულია და უფრო დასაფასებელია. მე რატომღაც ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ ეს სილამაზე უფრო ბუნებასთან და ბუნებრიობასთან ახლოს არის. თან სუფთაა და არაფრით არაა დაზიანებული. გასაგებია. ეს რადიო მსმენელთან გვაქვს ექსკლუზივი. ეს არის თოჯინის შექმნა პირდაპირ გადაცემაში. რა სიტყვით ეკატერინე? შევძლებთ ხო ამას და გავაოცებთ ჩვენს მაყურებელს. და ეს იქნება მაგალითი და დასაბამი იმისა, რომ შენს მოსწავლეებს შეიძლება ონლაინ შეისწავლონ ასეთი კარგი ხელნაკეთების შექმნა. კი. ნამდვილად სასიამოვნოა ისე. ეკა, იცით რა უნდა გითხრათ? ამდენი ხელნაკეთი თოჯინები გაქვთ, ეს დროს მოითხოვს, ხო? მე როგორც ვიცი, დასაწყისში თქვენ აღნიშნეთ, რომ ხართ მრავალშვილიანი დედა. როგორ ძებნით ამ დროს? აი როგორ ანაცვლებთ ოჯახის საქმეს, შვილების აღზრდას და თან ასეთი სილამაზეების შექმნას? რა თქმა უნდა, არ არის ადვილი გერქვას მრავალშვილიანი დედა. მყავს 4 შვილი თავისთავად
და ძალიან რთულია ყველაფერს გაუძღვე, თან პარალელურად მაღაზიაც მაქვს, მოგეხსენებათ და ძალიან რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ ვცდილობ, რომ ყველა საქმე და საკითხი გადავანაწილო, შევათავსო, ხო, შევათანხმო ერთმანეთს. ეხლა აი გითხარით, აი რას ვაკეთებთ? ეს რა არის? მატერია, რბილი მასალა, ჰაეროვანი, სპეციალურად რომ ასეთი გამომივიდეს და ჩავდებთ სინდიფონს. ეს ხელები და ფეხები. ეს არის ხელები და ფეხები. ვდებთ სინდიფონს, ხელები და ფეხები რომ შევავსოთ და დაიმსგავსოს თოჯინას, ეგრეთ წოდებულ თოჯინას. შემდეგ აი ესეთი ლამაზი თავი გვაქვს. ვაკეთებთ ცხვირს, პირს, თმას საქსოვით ძაფისგან ვაკეთებ ყოველთვის. ფერებს შეძლების დაგვარად ვუხამებ, როგორც შეგვიძლია, როგორც მოუხდება და თვალებსაც დაუმაგრებთ ასევე. ჩემ მაყურებელს ვანახებ, რომ არაფერი რთული არ არის. კი, ნამდვილად არ არის რთული. და ძალიან ადვილად ისწავლით თქვენც. თუ კი მე შევძელი, თქვენ შეძლებთ. ნახეთ, ნამდვილად აი მარტივია. სასიამოვნო, აი მართლა სასიამოვნო პროცესია. კი. ეს არის ფეხები. ფეხები, კი. ცოტა ლამაზად გავტენოთ, რომ კარგად შესძლოს დადგომა. ყარად დადგეს ფეხზე. ჩვენი თოჯინა. კი. ყარად რომ დავდოთ. და შემდეგ დავაკერებთ თავს, რომელიც უკვე გამზადებული მაქვს ნაწილობრივ. სულაც არ არის რთული, ძალიან ადვილია. კი. ვინც მოინდომებს და ვისაც სურვილი ექნება, ჩემო მაყურებელო, ყველას შეგიძლიათ, რომ თქვენ თვითონვე შექმნათ აი ესეთი სილამაზეები. ძალიან მარტივად და დროც ნაკლები სჭირდება ამ მოდელს კონკრეტულად. და შეკვეთაც გვაქვს, რა თქმა უნდა. ეხლა 12 დეკემბერს მივდივართ, გამოფენა გვაქვს და გამოფენისთვის ვემზადები. ალბათ წარსდგებით თქვენი ნამუშევრებით. კი, იქნა წავიღო, დიახ. ეს კონკრეტულად მცხეთაში, ქალაქ მცხეთაში, კულტურის სახლში გვაქვს ღონისძიება, ალბათ გამოფენა სხვა გაყიდვა. ხელოვანი ქალბატონებიც მიიღებენ მონაწილეობას და იქ იქნება შეფასება, კონკურენცია, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეკატერინე გაიმარჯვებს ამ კონკურსში, დაგვიბრუნდება გამარჯვებული. თან მეგობრებიც ერთმანეთს ვუზიარებთ, რომელი უფრო უხდება, ხო, კოლეგები, რა თქმა უნდა, ეხლა სხვები ხმიან, კი. აფასებთ ერთმანეთის ნამუშევრებს, ხო? შენიშვნებიც ხომ შეგიძლიათ რომ შეიტანოთ რა თქმა უნდა, კი. ნამუშევრებში. ხო, ეხლა ჩავამაგრებთ, ნახეთ, რა მარტივია. ეს არის ხელები, ეს არის ფეხები. ეხლა ამას ამოვკერავ, რომ ესე არ იყოს ღიად არ დარჩეს. ამოვკეროთ მსუბუქად. ვცდილობ, რომ ძაფით შესაფერისი იყოს, რომ არ კონდეს ძალიან არ დაეტყოს კვალი. აი ესე ამოვხიოთ, ნახეთ. ყოველთვის მინდა, რომ ზაფხულობით არ დადგები, როდესაც არის, ყველა ბავშვს სხვა რა აქვს შესაძლებლობა სოფელში რომ წავიდეს და მინდა, რომ ჩემი ხელსაქმე ვასწავლო უსასყიდლოდ და ნახოთ წელსაც დავგეგმე და იმედია გამოგვივა და დავაკავებთ ახალგაზრდებს. დიახ, აი ამ საყვარელი ხელსაქმით და ნახეთ, მართლა თქვენს ამ განაცხადს მე ვიცი, რომ ბევრი გამოეხმაურება, იმიტომ რომ ზაფხულობით ბევრს უნდა მე თანატოლი დამეთანხმება თქვენი გოგოს თანატოლი თაობა, რომ ისე ჯდომას, სახში ჯდომას ურჩევნია, რომ აი ესეთი ლამაზი ხელნაკეთები შექმნა და თქვენ ამაში დაეხმარებით. ეს არის ძალიან კარგი მესიჯი თქვენი მხრიდან. ეხლა ამებს ესე გადავდებთ, ნახეთ, რა მარტივია. ეს ხელზე რა გქონდეს გადადებული და უფრო ლამაზი რომ იყოს. აქ ამოვკერავ. მე ცოტა აქსესუარებს დავუმატებ ხომ, ეხლა უბრალოდ მაგდენი დრო არ გვაქვს რომ გაჩვენოთ ყველაფერი, სამოს ვუკერავ კაბას, შარვალს, რაც უხდება. ანუ შემდეგ ამ ლამაზ ქმნილებას შევმოსავთ სასურველი ტანისამოსი. დიახ, დიახ. იცით რა მაინტერესებს? ამის გარიცხვა თუ შეიძლება? კი, რა თქმა უნდა. ხელში რო ხდება, ხშირად ჭუჭყიანდება და ამიტომ
სისუფთავეც რომ დავიცვათ, რა ჰიგიენაც თქმა რომ უნდა, კი, დავიცვათ, კი, ესე იგი, ჰიგიენაც რომ გარეცვა, დავიცვათ. კი, შესაძლებელი. აუცილებლად. ხეთ ეხლა თავს ესე დავაკერებ და გამოგვივიდა მწოლიარე პოზიციაში. ძალიან კარგია, მჰმ. ძალიან ლამაზი. კი. და საბოლოო შედეგი ამისი უნდა ამივიღოთ ასეთი თოჯინა. ნახეთ. ეს წუხლი დავამთავრე. სოსკასაც ასე ვუკეთებ ხოლმე, ზოგს მოწონს ეს პატარები და სოსკაც ესე ამ მატერიით მაქვს გაკეთებული. დიახ. ძალიან ლამაზია, ძალიან ლამაზი, კოხტა მოხდენილი, სამოსიც არის არაჩვეულებრივად შეხამებული, ხო. ფერი არის იდეალური, ნებისმიერ პატარა ბავშვს ველოდებით, ხო, ველოდებით უკვე მყიდველს. კი, ველოდებით მყიდველს, კი, რა თქმა უნდა. ძალიან კარგია ეკა, ძალიან კარგი. ესეთი გამოგვდის. მე სამოს ჩავაცმევთ. ეკატერინე, სად შეგვიძლია რომ ონლაინ იქნება ეს თუ პირადად მოვიდეთ, რომ შევიძინოთ აი ესეთი ლამაზი თქვენი ხელნაკეთები. დიახ, რა თქმა ჩვენს უნდა. მაყურებელს ამ ინფორმაციას ეტყვით, ძალიან კარგი კი, რა თქმა უნდა, მაქვს Facebook პლატფორმაზე ეკატერინეს თოჯინები და შეუძლია იქ ვნახონ, მომწერონ შეტყობინება და ასევე დამირეკონ, შეიძინონ სახელოსნოშიც. აჰა. და თვითონ მოვლენ და წაიღებენ ეს მიტანის სერვიზი არა, ამ ეტაპზე არ მაქვს ამ ეტაპზისთვის არ მაქვს. თუმცა შევხვდები სადაც მეტყვის ახლა ცენტრში და მივაწოდი. არც ეგაა პრობლემა. კარგია, აქაც რომ მობრძანდება, შეიძლება ვთქვათ, მოეწონოს ერთი და გაიყოლოს მეორეც. კი, ბევრჯერ მომხდარა ეგ. ერთ-ერთი მარკეტინგული გათვლა ჩემო ეკატერინე, ასე რომ ძალიან კარგია და მისასალმებელი ფაქტია. აქ იმასაც დავძენ, რომ საზღვარგარეთაც ბევრჯერ გამიგზავნია ჩემი ნამუშევრები. მომწერენ შემეხმიანებიან და მეც ვუგზავდი შესაბამის ნივთს, რაც სჭირდებათ. ძალიან ხშირად. ამ ბოლო ხანს თუ გაქვთ გაგზავნილი რა, რომელ ქვეყანაში? კი, რა თქმა უნდა, ორი თოჯინა მქონდა შეკვეთილი ამ ბოლოს. ქართველია, მაგრამ იქ არის მაცხოვრებელი ემიგრანტი და თავის ახლობლისთვის აქვს ნაყიდი ორი თოჯინა. იტალიაში მაქვს გაგზავნილი, სადღაც ერთი თვის უკან. ძვირფასო ემიგრანტებო, თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ეკატერინეს და თქვენც მიიღებთ სასურველ თოჯინას. ასე რომ პირობითად ჩვენი თოჯინა ძალიან მარტივი შესაქმნელია, გასაკეთებელია. ამ ყველაფრიდან წინდას ვყიდულობ, ახალ წინდას და ამითი ვაკეთებ ხელებს, ფეხებს, ვდებ სინდიფონს, თმას ვუკეთებ საქსოვით ძაფით, აი ძალიან მარტივია არაფერი რთული, ნამდვილად, ძალიან მარტივი. ვისაც გნებავთ, აუცილებლად შეგასწავლეთ ძალიან მარტივად და ენერგიულად. ხო, მოკლედ მარტივია ყველაფერი. პირით საქსოვი, საკერავი ძაფით მაქვს ამოკერილი. აი ძალიან მარტივად შეგიძლიათ შექმნათ ეს ლამაზი არსება და ამ ლამაზ არსებას დავარქმევ მაიკოს. დღევანდელ როგორც სიამოვნოა, ნამდვილად მაიკოს გაცნობა და ასე მარტივად, სწრაფად და ეფექტურად ასეთი ლამაზი ნიმუშის შექმნა. კი. დიდი მადლობა ეკატერინეს სტუმრობისთვის და გვაზიარა ესეთ ულამაზეს ხელოვნებას, რასაც ქვია ხელნაკეთი ნივთების შექმნა და შემდეგ ამ სილამაზეების ხელში დაჭერა. ისეთი სასიამოვნოა. ნამდვილად ისეთი არაჩვეულებრივ შეგრძნებას იწვევს თითოეული ნივთი, თითოეული ეს ხელნაკეთი ქმნილება, რომ თქვენც უნდა რეალურად მოხვიდეთ და იხილოთ ეს ყველაფერი. არაფერი რთული არ არის ამაში და პირიქით. ჩემს მაყურებელს მინდა უთხრა ასეთი რაღაცა, რომ აი ნამდვილად გამიჩნდა სურვილი, რომ სახლში მისვლისთანავე მე შექმნა ასეთი ლამაზი ხელნაკეთი თოჯინა და ეკას მასტერკლასმა ეშთამაგონა და აი ამ мотивაციით მინდა რომ დავემშვიდობო ეკას და აი ამ იდეით და აი ამ ენთუზიაზმით მივიდე სახლში და მე შექმნა მეორე მაიკო. მადლობა ეკას სტუმრობისთვის, მე კი გემშვიდობებით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მაყურებელს გაუჩნდება სურვილი აი ამ ვიდეოთ და ეკას სწავლებით ასეთი ლამაზი თოჯინის შექმნის.